ესეც ასემცულები მეგობრებო, მოვედით FC-ის ვარჯიშზე და მანახეთ YouTube-ზე კონტენტის მკეთებელი და მოღვაწე YouTube-ს შინა. ვინც დღეში გთავაზობთ 2 წალიოდე ვიდეოს. აჰა. გამარჯობა ბავშვო, გამარჯობა. საბა. ბატონო საბა. მოგძანდით ჩემთან. მე მაქვს ყველას ინტერვიუ, შენი ინტერვიუს გარდა. ამოხა განათებულ ადგილას წავიდეთ, ინტერვიუ უნდა ჩამოვარდნო რა. წინააღმდეგ ხო არ იქნება? არა. წავიდეთ. აი, სახელი გითხარით თქვენი? საბა. გვარი? გვარამაძე. გვარამაძე. რას მიყურებ? შენი ინტერვიუ მაქვს. თავიდან გაგაცნო? კაი, ვინ ახლა? გიორგი კოპალიანი. ილიანი? მას ვიცი რო ახლა. დაობლეთ, კაი, გავაგზავნოთ საბასთან. ეს ვინა? შედობა გაგზნა? აი, საბა. ფეხბურთელი ხარ, ხო? კი. რამდენი წელია? 5-6 წელი. 6 წელი. ეხლა მითხარი როგორ ამოყავი თავი FC-ში? FC-ში როგორ ამოვყავი თავი? ხო, კაი, თავი როგორ ამოყავი შევატყვია. რავი, თავიდან აქ ვარჩევდით, გავდიოდი, ვუყურებდი ვარჩევს, მერე ბავშვები გავიცანი, მერე ბაჩო მასწავლებელი გავიცანი, მერე ბაჩო მასწავლებელი შემომთავაზა ვარჯიში და დავიწყე ვარჯიში. ეხლა გულახდილად მითხარი რა მოგწონს FC-ში? აი, რაღაც ხარისხები არის, მაგრამ აი რა მოგწონს, რა გაჩერებს FC-ში, ხო? ხო შეიძლება რაღაც სხვაგან გინდოდეს გადასვლა. ხდება ხოლმე, როცა სხვაგან უნდა. აი, რა გაჩერებს, რა მოგწონს? მეგობრული გარემოა და ვარჯიშები მომწონს, ესეთ ვარჯიშები არცად არ მინახე ამ გუნდის გარდა. როგორ? ამ გუნდის გარდა არცად არ მინახე ესეთ ვარჯიშები და მასწავლებლის მიდგომა მომწონს ვარჯიშების მიმართ ძალიან სერიოზულად და ხარისხიანად უდგება ვარჯიშებს. აი, იგი შენა ბიჭო, სერიოზულად და ხარისხიანად. მართალი ხარ ჩემო ძმა. ეხლა შენ მითხარი, სათხედავ შენს თავს დაუშვათ ნუ მოდი ესე ვთქვათ 6 წლის მერე. მერე ჩემ თავს ხედავ საფრანგეთში, იმიტომ რომ ეხლა რაღაც პასუხს ველოდები და უნდა წავიდე საფრანგეთში საცხოვრებლად. მამა ჩემი ცხოვრობს იქ. და იქ უნდა ვიცხოვრო და ის მერე იქ ხედავ ჩემ თავს. აი, წონა დაგვდო ძმა? კი, მაგრამ არ დადეგებზე ჩამოვალ ხოლმე. რეებზე? არ დადეგებზე.
დასანანია. კაი, შენი პოზიცია? ჩემი პოზიცია შუა ნახევარმცველი. ტოპ 3 მოთამაშე ჩავამეთვალე. ბუზალა, მეგრელა და ნატრო. სოფლიო მასშტაბით რონალდო, მესი და ეხლანდელებიდან იყოს ნეიმარი. ერთადერთი საუკეთესო მეტარო მითხარი. ბევრი არა, ერთადერთი. ბუფონი. ბუფონი. კაი. და ბოლო კითხვა რა, მოკლედ. ყველაზე ლამაზი გოლი როდის გავს გატანა? ყველაზე ლამაზი გოლი მაქვს. ლამაზ გოლში ლამაზად ამოტრიალებაზე თავფრისტრობას კი არ გულისხმობ. ნაფიქრს. აი ნაფიქრი წამოწყებული დამთავრებული. მე მაქვს ნანახი? არა, თქვენ არ გაქვთ ნანახი. ყველაზე ლამაზი გოლი კუთხურს აწვდიდა მოწინააღმდეგე გუნდი. ჩემიანმა მოიგერია თავით და მე მივიღე ბურთი, წინ მედგა 3 კაცი. ესე იდგნენ 3 კაცი, ერთი აქ, ერთი აქ. და ესე შემოვყრიალდი. ორ კაცს შორის გავაძვნე ბურთი, ფლანგზე გავუყოლე ჩემიანს, ჩემიანმა წაიღო. მე შუაში გავახსენე, შემომიგდო გავუტანე გოლი. კაი, კიდე ერთი კითხვა დამებადა რა. შენს გილებს როგორ შეაფასებდი 1-დან 10-მდე? ალბათ 8 ან 9. რა გასავითარებელი? გასავითარებელი ჩემი აზრით დარტყმის სიზუსტე მაქვს, გასავითარებელი და ფიზიკა რო ძლიერი ვიყო. ახლა მე გეტყვი შენში რა მოწონს? ინტელექტუალური პიროვნება ხარ და კარგად აზროვნებ. რო გიყურებ, ასე მგონია გეომეტრიულად ხედავ ნახაზებს. აი ნახაზებს ხედავ და თითქოს ესე მოქმედება და მასე მიაწევ. მოგე წარმატებები, კაი ბიჭი. მოაწევ. აბა შენც დაგვენანები საფრანგეთში რო წახვალ, მაგრამ იქ რო გაიქაჩები, ჩვენგანაც ბიჭები გაკრიფე რა. მადლობთ. აი, აბა შეუგერე. კარგ ვარჯიშს გისურვებ ჩემო ძმაო.
მოკლედ ასე საბა გაგაცანით და ესე ნელ-ნელა ვინც ახლები არიან და ახლების ინტერვიუ არ მაქვს გაგაცნობ იმათაც. ანდრის შენ გიცნობს ხალხი ჩემგან ინტერვიუ მაქვს შენი? არა გაქვს? კაი, მომდევნოზე გამახსენებო შენ. კი ბატონო. აი, წავდი ხეს აღარ შეგიშლით. ბაი. გარი ხარო არ გადახტა. გარი ხარო გადახტა და. Betonek, içinde otomat. Daily. Oraya gazete bakalım. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.